ეს რა არის თან გავახმოვანე ეს არის 1.87 მასშტაბის მოდელები, რომელიც სითხის პრინტერზეა გაკეთებული. ეს იყო ტელევიზიის მანქანა, ხო? ხო, კონკრეტულად ეს ახლაც მომსახურება ეგრეთ წოდებული ბანგა, მაგრამ უფრო კონკრეტულად ეს არის კამაზ აიოკი კოლაბორაცია, ხო? ანუ ესეთი საბჭოთა კავშირის ნახე წარწერები საქართველოს ზუსტად ისეა შესრულებული, როგორც ყავდა რა. აი აქ ესეთი წარწერით და ქართული წარწერებით. ეს არის ჩვენი აიოკები. ამასთან ერთად შენ ალბათ გახსოვს და ალბათ ვისაც სიახლოვე ქონდა ტელევიზიაზე, ყოველს გახსოვს აი ეს ლიასი. რომელიც ზუსტად ისე გავაცოცხლეთ, როგორც იყო, ნახე ტელევიზია წარწერა. ორივე მხრიდან. ზუსტად ესეთი ლიაზი, რომელიც 2014 წელს დაშალეს ტელევიზიის ეზოში. აი ეს მეორე, ეს კიდევ უფრო ადრეულ ხანაში დაიშალა საქართველოს ტელევიზიის ეს ამპერი ლიაზ 677. ეს ბევრად უფრო ადრე, ასე ვთქვათ, წავიდა ჯარჯში. ამისი ისტორია. ამის დაჭრის მომენტი მაგ გადაღებული. კი, მე მგონი უფრო ამის დაჭრის მომენტი გვაქვს გადაღებული. არა, მე მაქვს წითელი სოჭი. ო, ეგ არ მინახავს. ხო, ეს უფრო ძველ დროში რო წავიდეთ, მიშა. ეს ალბათ ყოველთვის საკულტო ფილმი იმერული ესკიზებიდან გააჩერე ავტობუსი. ზუსტად ერთი-ერთი ესე შესრულებული. მოდელი? კი. 1.87. ესეც ხელმაკეთი ასევე. ესეც ხელმაკეთი. ო, ნუ ეს ჩვენი ქალაქის ქალაქური პირველი ტიპის ლაზი 695. ახსნა განმარტება გვაქვს ციფრულ მოდელზე. ო, ეს არის ჩვენი შემდეგი თაობის მოდელი, აი ასეთი ცხვირით და ასეთი გაზით, რომელიც მე შენთვის უნდა დაადგა. რაღაცაში მოცილეობა ხო უნდა მიიღო კაცო შენს და აი ამას გავუკეთებ შენ. ესე ჩვენი ლაზი. აი ცოტა უფრო მე არ მიყვარს ეს ეპოქა, მაგრამ მაინც საჭიროა როგორც ასეთი ეპოქისთვის. არც ეპოქა და არც ეს ავტობუსი არ მიყვარს ავტობუსი ნამდვილად, მაგრამ ნუ ეპოქალური არის ჩვენთვისაც რაღაცა პერიოდია. დარჩა ვერაფერს ვერ ისაო. ესეც ბოგდანი A092 არის კონკრეტულად ეს მოდელი. ესეც შესრულებულია, ესეც ასევე სითხის პრინტერზე თავისი რა თქმა უნდა დაძველების ეფექტით. მოდი გადავიდეთ ახლა 50-იან წლებში. ნახოთ ჩვენი თბილისის ტრამვაი, ეგრეთ წოდებული ტრამვაი X და M. ანუ ძრავის მოდელი და პრიცეპნოი მოდელი რა. მისაბმელია, ხო? კი, მისაბმელი. რომელსაც არანაირი ის არ ქონდა, ხო? ესენი რეალურად ელექტრომოდულები არ ქონდა. არა. ესენი თავსებადია 87-ის რელსებთან გადადის, გადაურავს. ესაც არის ხელნაკეთი და შესრულებული არის, ესე იგი. შეღებილია ის თბილისის სფერებში. თბილისის სფერებშია შეღებილი. და შესრულებული არის, რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე. ეს არის მეორე ვარიანტი, ფერი უფრო ძველი, მანამდელი ფერი, ანუ ლურჯი ვარიანტი, იგივე ტრამვაის XM-ის. ხო და კიდევ ერთი. ანუ ეს არის სავარაუდოდ დეპო მუშტაიდი. დეპო მუშტაიდია, რა თქმა უნდა, იმიტომ ეს 50-იან წლებიდან 60-იანში მოძრაობდა, მაგრამ კიდევ ერთი იგივენაირი, ესე უბრალოდ ნომრებით განსხვავდება, ეს საბორტო ნომრებია განსხვავებული და რეალისტური თავის საბორტო ნომრები. რა თქმა ნომრები. უნდა, თავისი ხაზებით ბუნდოვანია, მაგრამ მაინც მოკლედ ეს ფოტოებში კაი გამოდგა. დეტალურად ვანახებ. ფოტოებში ძალიან კაი. მაყურებლებს ეს საოცრება. ხო, ეს ყველაფერი 87-ია, მართლა საოცრებაა და ინდივიდუალურია რა მიშა, ანუ ამის მთელი ასე ვთქვათ, ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ხელნაკეთი. ეს არცერიულია, არც სირაჟი არ გააჩნია. სად შეიძლება რომ შეიძინო აი ეს მაგალითად აბა, არ არსებურია, ხო? აი ნამდვილად შეიძენ, უფრო ადვილად შეიძენ. საქართველოს ტელევიზიამ თუ ჩამოწერა. ნამდვილად თუ ჩამოწერა, ნამდვილად უფრო შეიძენ, ვიდრე აი მაგალითად როგორც 2014 წელს იყო აუქციონი, როცა გამოცხადა საქართველოს ტელევიზიაზე და ესეთები გამოიტანეს მაშინ და დაჭრეს. მე გვახსოვს ეს დაჭრილი ფრაგმენტები ლილოს მიდამოებში აეროპორტის გზაზე. აი ეს არის ჩვენი საოცრება.